გამარჯობა ჩემო მეგობრებო. მოხარული ვარ, რომ ისევ ერთად ვართ და კიდევ ერთ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. დღეს მინდა გესაუბროთ ისეთ თემაზე, რომელიც ბევრს ყოველდღიურად ეხება, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ მის მნიშვნელობაზე, მეტრო. და რაც მთავარია იმაზე, რომ არსებობენ ქვეყნები, სადაც მეტრო საერთოდ არ არის. და მაინც ადამიანები იქ ჩვეულებრივად, მშვიდად და ხშირად ბედნიერადაც კი ცხოვრობენ. იცით რა არის საინტერესო? ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ კომფორტი ნიშნავს დიდ ქალაქს, სწრაფ მეტროს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას. მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილია და არა მთავარი. მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, სადაც საერთოდ არ არსებობს მეტრო. მაგალითად ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ნეპალი, კენია, ბოლივია ან ახალი ზელანდია. იქ არ არის მიწისქვეშა სადგურები და სწრაფი მატარებლები, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება თავისი რიტმით. ადამიანები დადიან სამსახურში, ხვდებიან მეგობრებს, თქმიან ოჯახებს და ცხოვრობენ სრულიად ნორმალურად. ზოგჯერ კი, უფრო მშვიდადაც ვიდრე დიდ ქალაქებში, სადაც მუდმივი სიჩქარე და ხმაური გვახვევია. ახლა ცოტა ისტორიაზეც ვისაუბროთ. მეტრო პირველად გაჩნდა ლონდონში 1863 წელს. ეს იყო პირველი მიწისქვეშა რკინიგზა მსოფლიოში, რომელსაც დღეს ვიცნობთ როგორც London Underground. მისი შექმნის მიზეზი მარტივი იყო. ქალაქში გადაადგილება ძალიან გართულდა და საჭირო გახდა უფრო სწრაფი და ეფექტური ტრანსპორტი. ამის შემდეგ მეტრო სწრაფად გავრცელდა სხვა დიდ ქალაქებში, პარიზი, ნიუ-იორკი, მოსკოვი და დღეს ის უკვე თანამედროვე მეგაპოლისების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. დღეს მეტრო ნიშნავს სწრაფ გადაადგილებას, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ტრანსპორტს და მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. ბევრ ქალაქში მის გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. მაგრამ აი მთავარი აზრი, რაც მინდა თქვენამდე მოვიტანო. მეტრო არ არის მთავარი ცხოვრებაში. შეიძლება ქვეყანა არ იყოს ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებული, არ ჰქონდეს მეტრო, მაგრამ მაინც ჰქონდეს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები, ურთიერთობების სიმშვიდე და ბედნიერება. ბედნიერება არ მოდის მხოლოდ კომფორტიდან ან ტექნოლოგიებიდან. ის მოდის იმ პატარა მომენტებიდან, რაც ყოველდღიურად გვავსებს: ოჯახი, მეგობრები, სიყვარული, მიზნები და ოცნებები. ზოგჯერ ჩვენ ზედმეტად ვაფასებთ იმას, რაც გვაკლია და გვავიწყდება დავაფასოთ ის, რაც უკვე გვაქვს. ამიტომ მინდა გითხრათ, მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობთ, დიდ ქალაქში მეტროთი თუ პატარა ქალაქში მის გარეშე. მთავარი ისაა, როგორ ცხოვრობთ და რას გრძნობთ ყოველდღიურად. მადლობა, რომ მიყურებთ და მხარს მიჭერთ. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გისურვებთ მშვიდობას, წარმატებას და ბევრ ბედნიერ დღეს. გახსოვდეთ, ბედნიერება ხშირად ყველაზე მარტივ რაღაცებში იმალება. მალე ისევ შევხვდებით ახალ საინტერესო თემაზე. ნახვამდის და გაუფრთხილდით საკუთარ თავს.